წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლეილა ცომაიას პროცესი მიმდინარეობს, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ცომაია უკვე მეორედ აიყვანეს. უკვე მეორედ გაუშვეს იზოლატორში იმედა კლდიაშვილი, მას 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ელოდება გოტა ჭანტურია, რომელსაც 9 მილიონი ჯარიმა აქვს გამოწერილი. გადაუხდელობის გამო არ არის გამორიცხული ისის ციხეში გაუშვან. ნანო ჩაკვეტაზე იმყოფება სასამართლოში, ნანო გისმენთ. დავიწყოთ ბოლო ცნობებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან. წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს პროევროპული აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილის სამოქალაქო აქტივისტის გოტა ჭანტურიას სასამართლო პროცესი გზის გადაკეტვის გამო ჯამში თითქმის 9 მილიონ ლარს მიაღწია გოტა ჭანტურიას ჯარიმებმა და სახელმწიფო ახლა მისგან მოითხოვს ამ ჯარიმების დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შესაძლოა პატიმრობაც დაემუქროს. ნებისმიერ შემთხვევაში გოტა ჭანტურია ყველა სცენარისთვის არის მზად, ის მტკიცია თავის პოზიციასა და გადაწყვეტილებაში, რომ ისევ აქტიურად განაგრძობს მიიღოს მონაწილეობა რუსთაველის საპროტესტო მანიფესტაციებში და არც ერთ მსგავს კანონს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და დრაკონულია თავისი შინაარსითა და მიზნით, გოტა ჭანტურია თავის თანამებრძოლებთან ერთად არ ცნობს. ასევე გრძელდება ამ წუთებში ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის, პროფესიით ჟურნალისტის ლეილა ცომაიას სასამართლო პროცესი. ის ერთი დღით უკვე იზოლატორში იყო. რამდენიმე დღის წინ გზის გადაკეტვის საბაბით აიყვანეს მაშინ პოლიციელებმა რუსთაველის გამზირიდან და ახლა მის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ მეორე ადმინისტრაციული საქმე. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნელა ცაგარეიშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით. გაუშვებენ თუ არა ისევ პატიმრობაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ქალს ლეილა ცომაიას. ვნახოთ კომენტარები, რომლებიც ჩვენ ამ პროცესების დაწყებამდე ჩავწერეთ. ყოველდღიური უწყვეტი პროტესტის შედეგად რაღაცადეს იყო ფინანსური რეპრესიები, იყო პროპაგანდა, იყო ფიზიკური ანგარიშტორება. მე პირადად დამიგროვდა უკვე 400,000 ლარზე მეტი ჯარიმების რაოდენობა და ამასთან დაკავშირებით მაქვს დღეს ორი სასამართლო პროცესი. ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია იყოს პატიმრობაც გამოყენებული, მაგრამ ხედავთ, რომ უწყვეტი პროტესტი გრძელდება, ადამიანები მიდიან მათ შორის პატიმრობაზე და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ესეთი უწყვეტობით, მედეგობით, ერთიანობით გავიმარჯვებთ ამ რეჟიმზე. დღეს არის სასამართლო პროცესი გიორგის იგივე გოტა ჭანტურიასი, რომელიც უკვე დიდი ხანია ესე თვალში ძალიან ცუდად ყავთ ესე მოხდები საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშებიდან გამომდინარე და გოტას ასე ვთქვათ თავისი ბრძოლა აქვს ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა კიდე ამ ოჯახს ძალიან ბევრი ჯარიმები დაეკისრა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამყოფებენ ამ ადამიანებს, მაგრამ ამ ადამიანების ბედი მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ადამიანის კარზე აკაკუნებს, იმიტომ რომ რაც უფრო მეც დაუთმობთ, მით უფრო უფსკოლში წაგვეყვანს ეს რეჟიმი და მით უფრო მძიმე იქნება ეს რეპრესიული წნეხი და უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს. პირველად ლეილა ცომაიას დაკავება მოხდა რამდენიმე დღის წინ. მაშინ ვითომ ხელწერილი საბრძოლოს გამოუშვეს ნორმა, რომელსაც ქალბატონ ლეილას ასამართლებენ, გახლავთ არაკონსტიტუციური და შესაბამისად არაკონსტიტუციური არალეგიტიმო კანონს, რა თქმა უნდა, ადამიანი არ ემორჩილება. შეეხება მეორე დაკავებას, გუშინ საკმაოდ მძიმე ვითარებაში მოხდა აღნიშნული. ვფიქრობ, რომ იგივე რაც წინაზე იყო, იგივე სიტუაცია იქნება დღესაც და მე არანაირი იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ დღეს მოსამართლე ლეილა ცაგარეიშვილი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ახალი ამბავი არის ის, რომ სამოქალაქო აქტივისტი იმედა კლდიაშვილი უკვე მეორედ გაუშვეს პატიმრობაში, ისევ გზის გადაკეტვის საბაბით. იმედა კლდიაშვილმა გასულ კვირას დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორი, მაშინაც ის დაპატიმრებული ჰყავდათ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. იმედა კლდიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა თავისი უცვლელი პოზიცია სხდომათა დარბაზში თბილისის საქალაქო სასამართლოში. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც დატოვებს საპატიმროს, ისევ განაგრძობს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა რუსთაველის საპროტესტო მანიფესტაციებში. იმედა კლდიაშვილი დააკავეს 21 ოქტომბერს და უთხრეს 18 ოქტომბერს გზას კეტავდი მაგის გამო გაკავებთო და 9 დღით გაუშვეს პატიმრობაში, როცა გამოვიდა ციხიდან, ეხლა უთხრეს, რომ ეხლა 20-ში რო კეტავდი მაგის გამო უნდა გაგიშვა ციხეში და 3 დღით გაუშვეს პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ინერგება საკმაოდ მახინჯი პრაქტიკა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხლა შეუძლია, რომ უკან გადათვალოს. იმედა კლდიაშვილი კიდევ როდის კეტავდა გზას და ისე რომ სისხლის სამართლის არ დააკავოს, ციხეში
გაუშვას, თავისი თითქმის 1 წელი. ეს ყველაფერი გამოიწვია იმ უნიათო და დაუფიქრებელმა ცვლილებებმა, რომელიც შეიტანეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც 174 და პრიმა მუხლის მე-10 ნაწილში კანონდებელი იმპერატიულად აწესებს, რომ აუცილებლად პატიმრობა უნდა იქნეს გამოყენებული. ამ შემთხვევაში იმედაკლიაშვილი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური ადამიანია და ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი მისი ციხეში გაშვების მხოლოდ არის ის, რომ ხელისუფლება შეაშინოს და გააჩვენოს. ვერ ვიგებ ეს ხელისუფლება რას იბრძვის, რისთვის იბრძვის, რას აკეთებს, რისი მიღწევა უნდა ამითი. რას ფიქრობენ, რა გონიათ, რომ ჩვენ გავჩერდებით, შევეგვეშინდება და რაღაცას შევწყვეტ ბრძოლას. ან ის ადამიანები, ვისი პროცესებიც დღეს არის, რაღაცას შეუშინდებიან და შეწყვეტენ ბრძოლას თუ აი რას ფიქრობენ მათ გონებაში რა ხდება, არ ვიცი. ეს არის გამოცხადებული ტერორი. გუშინ დაკავებული დემონსტრანტები ამ დრომდე ელიან სასამართლო პროცესების ჩანიშვნას. დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს სავარაუდო დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან. აქციის მონაწილეებს უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად გაიმართება დღეს პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში.